ზაქაიძე საუბრობდა. თბილისის საკრებულო საქმიანობით კი შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკრებულო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა შეისწავლა და დასკვნაც დადო. ანგარიში 2012-2014 წლებს მოიცავს. ირკვევა, რომ მხოლოდ 2014 წელს პრემიისა და დანამატის სახით საკრებულოს დეპუტატებმა 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა აიღეს. პრემია გაიცა შვებულებაში მყოფ თანამშრომლებზეც. კითხვის ნიშნები გაჩნდა საწვავის გადაჭარბებულ ხარჯთან დაკავშირებითაც. აუდიტის დასკვნის დეტალებს კი გენო სიყმაშვილი გენო გისმენთ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, არამიზნობრივი მივლინებები და დაუსაბუთებელი წარმომადგენლობითი ხარჯები. ლაშა თორდიას უწყების მიერ წარმოდგენილ ანგარიში სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი. აუდიტის დასკვნის ავტორებს არც ის გამორჩათ, რომ 2012-2014 წლებში საკრებულომ ჩაის, ტკბილეულის, უალკოჰოლო სასმელების და კიდევ რამდენიმე დასახელების პროდუქციის შესაძენად 74,300 ლარი დახარჯა. თუმცა თორდიას ყურადღებას განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევაზე ამახვილებელს. ანგარიში წარმოდგენილი ნაკლოვანებები და კანონშეუსაბამობები ქმნიან საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ანგარიში გადაგზავნილი იქნეს სამართალდამცავ ორგანოებში და ეს ასეც მოხდა. 2012 წელს თბილისის საკრებულოში პრემიის სახით გაცემულია 1,95,900 ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს 42,7% შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2,863,200 ლარია. თანამდებობრივი სარგოს 91,5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელმწიფო დანამატი 4,259,800 ლარს შეადგენს. აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 106,5%-ია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საკრებულოს მუშაობის 3 წლიანი პერიოდი შეისწავლა. გაირკვა, რომ ცალკეულ შემთხვევებში პრემიები გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობით. ამასთან ლაშა თორდიას უწყებაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო შესყიდვები უკონკურენტო გარემოში ჩაატარა. საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული 131 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან 55% ჩატარდა უკონკურენტო გარემოში მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, რაც საჯარო სახსრების ეფექტიანი და რაციონალური განკარგვის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი გარემოებაა. თბილისის საკრებულოში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ითქვა, რომ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც განმარტებები გაკეთდება. ეს არის 2012-2014 წლის პერიოდში შემოწმებული და ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდება უახლოეს დღეებში ბრიფინგი და ყველაფერი იქნება რა პერიოდს და რა დარღვევას ეხება. ისე რომ ტყუილა არის მე მგონი ატეხილი რაღაც იქნება ბრიფინგი და ყველაფერს გაეცემა პასუხი. საპრემიო დანამატებთან ერთად აუდიტის დასკვნაში მოხდა 3 მივლინებო ხარჯებიც. ანგარიში ნათქვამია, რომ საკრებულომ რიგ შემთხვევებში ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომ სამსახურეობრივი მივლინებები ობიექტური საჭიროებებით იყო განპირობებული. წლიდან წლამდე ერთი და იგივე ხასიათის შენიშვნები. კი არ კლებულობს, კი არ ბათილდება და აღმოიფხრება, არამედ სულ უფრო და უფრო მეტად იმატებს. აი ეს გამოჩნდა იგივე პრემიების ხარჯზე, შეიძლება იგივე ითქვას ტრანსპორტისა და საწვავის მოხმარების ხარჯები. აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით საკრებულოს 5 მილ ზოგიერთ ავტომანქანაზე საწვავის ხარჯი ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს 70-90%-ით აღემატება. მაგალითად, კიას მარკის ავტომობილზე 100 კილომეტრზე საშუალოდ 12 ლიტრი საწვავია გამოყოფილი, თუმცა დანახარჯი 24 ლიტრზე მეტია. კონკრეტულად ვის ემსახურება ავტომობილები, ამაზე აუდიტის სამსახურში არ საუბრობენ. შედეგი გვაქვს ძალიან მძიმე, ერთის მხრივ გაღარიბებული მოსახლეობა და მეორეს მხრივ ბიუჯეტის ხარჯზე გუფუნებაში მყოფი ჩინოვნიკები. რა თქმა უნდა, ამის შეცვლას 2016 წლის ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ანგარიში პროკურატურაში ორშაბათს გადააგზავნეს. აუდიტის სამსახური დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ უკვე თბილისის მთავრობასაც ამოწმებს. ლაშა თორდიას განცხადებით, მისი უწყება მერიის რამდენიმე სამსახურის მუშაობას ერთდროულად სწავლობს, მათ შორის გამგეობებისა და თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობასაც. დღეს ამ ფონზე ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში მის გადადგომას აუდიტის დასკვნას არ უკავშირებენ. სუდაძემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადებით, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქალაქ თბილისში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და ეს გამოწვევები არის მით უმეტეს ინფრასტრუქტურის ნაწილში. ჩვენ უნდა გავავითაროთ ეს ქალაქი და უფრო გავავითაროთ ეფექტიანად. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და ახალ ხელმძღვანელთან მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა, დაიწყება თუ არა აუდიტის მასალებზე დაყრდნობით საკითხის შესწავლა, ამის დრო უცნობია.
გმადლობ გენოს